მოდი გავიაროთ დღეს kill-zone-ები. ზოგადად kill-zone რა არის? თუ სკალპერი ხარ, ნახეთ ხო თქვით, რომ არსებობს რამდენიმე სახის ტრეიდერი, ეს არის სკალპერი, swing ტრეიდერი, day ტრეიდერი და position trading-ი ტრეიდერი. სკალპინგი რა არის? სკალპინგი არის, როდესაც გახსნით ტრეიდს და რამდენიმე, ესე ვთქვათ, წუთში, რამდენიმე წუთიან time frame-ზე აკეთებ ანალიზს და შემდეგ რამდენიმე წუთში ხურავ ტრეიდს. swing trade რა არის? swing trade არის, როდესაც გახსნი პოზიციას, რამდენიმე დღე, ერთი კვირა მაქსიმუმ ველოდები და შემდეგ ხურავ პოზიციას. ეს არის swing trade. იქ მიდიხარ რაღაცა ყოველდღიურად არ ვუყურებ, რა თქმა უნდა, მარკეტს, რა შევა ტრეიდი, როგორ შევა ტრეიდი, იმიტომ რომ 24 საათი ვინც უყურებს მარკეტს, ავიცი ამ ცოტა ფსიქიკაზე მოქმედებს ეს ყველაფერი. ამიტომ გირს შევტკიდევაც, რომ არ უყუროთ დიდხანს მარკეტს 24/7-ზე. საჭირო არის რაღაც დღეში მაქსიმუმ 1 საათი, საათნახევარი. всё, მეტი არ არის საჭირო. რატო არის ეს რაღაცა კონკრეტული დრო? ნახე, kill-zone-ები არ შეეხმარება სკალპერებისთვის არის, არ არის swing ტრეიდერებისთვის და რაღაც სკალპერებისთვის არის kill-zone-ები, ანუ სესიები არის და არსებობს რამდენიმე სესია. ეს არის აზიის სესია, ეს არის ლონდონის სესია და ეს არის ნიუ-იორკის სესია. ნუ ნიუ-იორკში არის New York AM-ი, New York lunch time-ი და PM-ი. და ანუ ამ დროს, ამ სესიებზე, ანუ აზიაზე, ლონდონზე, ნიუ-იორკზე ყველაზე კარგი არის ვაჭრობა. რო გადავიდეთ აქაც სიტყვაზე. ხო, ნახეთ, აქ გვაქვს kill-zone-ები, რასაც ვამბობთ წეგან. ეს არის აზია, როგორც თქვი, ლონდონი, New York AM-ი, lunch-ი არის და PM. ყველაზე კარგი სავაჭრო დრო არის აი ესე. ახლა აქ ვინც ვაჭრობთ, ნუ აი ნახეთ, 1 საათიანზე რო გადავიდე, 1 საათიანზე არ გამოჩნდება kill-zone-ები, იმიტომ რომ არ ვსჭირდება. ჩანს საათ 9 საათიანი, ესე 9 საათიანზე, ჩანს 15 წუთიანზე, 5 წუთიანზე, 1 წუთიანზე. ამ დროებში ჩანს. იმიტომ რომ სკალპერებისთვის არის განკუთვნილი. ნახეთ, ესე რომელი ჯობია რომ დროს ვიტრეიდო, ხან იმაზე, ხან ამაზე, მაგას არ გირჩევთ. ანუ ეს უნდა არჩიოთ თქვენ. თქვენ უნდა მოირგოთ ეს kill-zone-ები. მე რო დამწყები ვიყავი, ხო, ყველგან ვცადე, აზიაზეც ვცადე, ლონდონზეც ვცადე, ნიუ-იორკზეც ვცადე, ყველგან ვცადე და სადაც კომფორტულად ვიგრძელი, თავისას კარგად გამომდიოდა ვაჭრობა უფრო. მე თქვენ თუნდაც შეისწავლით მარკეტის მოქმედება, როგორ მოქმედებს, აგრესიულად მოქმედებს, არ მოქმედებს აგრესიულად მარკეტი. ვალუტურობასაც უფრო მაგ ყველაფერს უფრო გაიგებთ დეტალურად, როდესაც დაიწყებთ ვაჭრობას. გირჩევთ რომ ყველას სადოთ, ნუ ეს აზია ცოტა გამთენისას იხსნება და ცოტა ისეთი რაღაც არის, ანუ გათრემა მოგიწევთ თუ გინდათ რომ ამ დროს იტრეიდოთ, მაგრამ ხო ეგეთი რაღაც არ არის, რომ აი თუნდაც რგლებში შეგხვდებათ, რომ აი რაღაცა ღამე ათენებენ ტიპები, არ გჭირდებათ. ფიზიკალურად უბრალოდ ჯანმრთელობას დაიზიანებთ და მეტი არაფერი. არ გჭირდებათ ღამეების თენება, აი აზიის გამო. შეგიძლიათ ლონდონზე იტრეიდოთ, შეგიძლიათ ნიუ-იორკზე იტრეიდოთ. სადაც კარგად გამოგივათ. ახლა მე მაგალითად ლონდონზე და ნიუ-იორკის დროს ტრეიდობ ხოლმე, როდესაც სკალპინგს ვიყვები, თორე სკალპინგის იქით კიდე მე day trader-იც ვარ და ხო, რამდენიმე საათში ვხურავ ხოლმე პოზიციას. ხო, ეხლა რა დროს რომელი იხსნება? შეიცვალა ადრე, ეხლა პრეზენტაციაში ცოტა სხვანაირად ქონდა. ეხლა ბევრი რაღაც შეიცვალა რამდენიმე ხნის წინ. დროები აზია, ლონდონი, ნიუ-იორკი ცოტა შეცვალეს. აზიის დრო იხსნება, ნახეთ, ანუ ეს საიტი არის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, იქ ნახავთ გახსნის და ხურვის დროს ყველაფერს გიჩვენებთ. fxm.com-ი არის, აქ ჩაწერთ თბილის, აზია თბილისი და ესეთი რაღაც არის, ნახეთ, დილის გამთენის 5 საათზე იხსნება აზიის დრო, დილის 8 საათზე მთავრდება. ლონდონის შემთხვევაში 12 საათზე იხსნება და მთავრდება 2 საათზე. ნიუ-იორკის შემთხვევაში 5 საათზე იხსნება და 7 საათზე მთავრდება. ეს forex-ზე, ხო? კიდევ. საჯობია ტრეიდი, ხო, ანუ რა დროს რომელ წყვილზე ჯობია ტრეიდი. ნახეთ, რადგან მე ნიუ-იორკს და ლონდონზე ვაჭრობ, ეხლა აზიაზე არ მივაჭერ დიდი ხანი. ამიტომ აზიაზე რომელი ჯობია და რომელი წყვილი ჯობია, ამას ვერ გეტყვით.
ეხლა მე სადაც ვაჭრობ ხოლმე ნიუ-იორკსა და ლონდონზე, ძირითადად ეს არის Euro USD, ნიუ-იორკზე GBP USD, USD yen-ი, USD კანადური დოლარი და ასე შემდეგ. ნუ ხედავთ რა ყველაფერს. ლონდონზეც ანალოგიურად Euro USD, GBP USD, Euro GBP, Euro yen-ი და ნუ ხო, ნახეთ, არ არის საჭირო, რომ ყველა მათგანს მიედოთ. ყველა სავაჭრო წყვილს მიედოთ. ეგ არ არის საჭირო. თავარი არის, რომ აქედან 1-2 აიღოთ, მაქსიმუმ 2 და იმას დაიწყოთ ვაჭრობა. ყველას ნუ მიედებით. განსაკუთრებით იმას ვეუბნები, ვინც დამწყები არის და ეხლა შედგა ტრეიდინგში ფეხი. ასე რომ საბოლოო ჯამში ვთვლიანთ, რომ შევკრათ ეს ყველაფერი, ერთ რაღაცას გირჩევთ, რომ ნუ გაიფუჭებთ ჯანმრთელობას რაღაც აზიის სესიის გამო. აა გირჩევთ იმას, რომ kill zone-ებზე იტრეიდოთ, თუ სკალპერები ხართ და ასწორად ჩუვაში არ ტრეიდოთ, იმიტომ რომ ყველაზე კარგი დრო არის ესენი სატრეიდო. თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ გატესტავთ რას ვამბობ. დაგემშვიდობებით ეხლა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. მადლობა ყურადღებისთვის.